თანამედროვეები შემიძლია თქვა, რომ ნათელი მკაფიო მიზნების დასახვა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. თუმცა, ცოტათ მოიძებნება ისეთი ადამიანი, ვისაც რეალურად ესმის ეს და ვინც ისახავს ნათელ მკაფიო მიზნებს. ცოტა ამაზე გვექნება საუბარი ამ ვიდეოში და გავიხილავთ რა მნიშვნელობა და რა როლი აქვს მიზნების ნათლად და მკაფიოდ ჩამოყალიბებას. და გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ეს არხი, იმიტომ რომ შემდეგ ვიდეოებში კიდევ მეტი საინტერესო ვიდეოები დაიდება მსგავს თემებზე და თუ გაინტერესებთ მსგავს თემები დააკომენტარეთ, გამოიწერეთ ეს არხი, რადგან დაეხმარებით არხს განვითარებაში. მადლობა. პირველ რიგში დაფიქრდით, რა არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, საკითხი, რაც თქვენ რეალურად გაინტერესებთ, რაც ღირებულია თქვენთვის. ეს შეიძლება იყოს სასურველი პოზიციის მოპოვება, როგორც კარიერულ, ისე თქვენი პიროვნული განვითარების კუთხით. მაგალითად, როგორც არის სასურველი პოზიციის მოპოვება თქვენს კარიერაში, ან რაიმეს შექმნის სურვილი. ეს შეიძლება იყოს ახალი ავტომობილის შეძენა, ან თქვათ ახალი ბინის შეძენა თუნდაც. ეს შეიძლება იყოს ხელფასის გაორმაგება. ეს შეიძლება იყოს რაღაცა კონკრეტული თანხის მოპოვების სურვილი, მაგალითად 25,000 ლარის მოპოვების სურვილი წელიწადში, მაგალითად. და კიდევ ბევრი, თქვათ, მსგავსია. რაღაცა ასეთი სურვილი თითოეულ ჩვენგანს აქვს, რაც ძალიან ბუნებრივი და ნორმალურია, თუმცა მანამ სანამ კონკრეტულ სურვილს მიზნად არ გადავაქცევთ, თქვათ, თუ ოცნებას, ის მანამ იქნება სურვილად, დარჩება სურვილად და მოკლედ სანამ ფულსაზე არ გადავიტანთ, მის ვერ მიმივაღწევთ ჩვენს მიზანს. თუმცა მხოლოდ დაწერა არა, თუ პერიოდულად არ გადახედეთ თქვენს მიზნებს და რაღაცები არ ჩაწერეთ და შეასრულოთ შემოასრულეთ. მაგალითად, შეიძლება კვირაში ერთხელ იყოს მისაღები, ზოგისთვის სამკვირვაში ერთხელ, ზოგი ყოველდღე ცდილობს, რომ რაღაცეები შეასრულოს და გადავლოს თავის მიზნებს თვალი. მოკლედ, მიზეზი მიზნების არ დაწერისა შემთხვევაში არის ის, რომ ადამიანების დიდმა ნაწილმა არ არიციან, როგორ ჩამოყალიბონ მკაფიოდ, მართლად განსაზღვრული მიზნები, ან მეორე შემთხვევაში, თქვათ, უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილები. ასევე არის მესამე ვარიანტიც, როდესაც გარკვეულ ნაწილს უნდა რომ სწრაფად მიიღოს ფინანსური სახსრები. ამაზე, თქვათ, რაც გვახსენდება, ეს არის კაზინო, ლოტარია და რაღაცა მსგავსი სახით ფულის მიღება. აქ მინდა გირჩიოთ რამდენიმე საინტერესო წიგნი ფინანსურ საკითხებში, რომ უფრო გაიმდიდროთ ცოდნა. ესეთი არის პატარა წიგნი არის, რომელზეც შეიძლება წაკითხული ქონეთ ან უკვე ქონეთ გაგებული და მე მაინც გირჩევთ ჯორჯ კლეისონის დიდარი კაცი ბაბილონში, რომელიც თუ აქამდე არ გაქვთ წაკითხული, ძალიან დაგეხმარებათ, რომ ასე რომ ვთქვათ, საწყისი ნაბიჯები გადადგათ ამ კუთხით. ასევე ძალიან საინტერესო მწერალია რობერტ კიოსაკი. რამდენიმე კაი წიგნია დაწერილი, როგორც არის დიდარი მამა, ღარიბი მამა, ფინანსური ნაკადის კვადრატი და კიდევ არაერთი წიგნი აქვს მას დაწერილი. ზოგადად კი მიზნების დასახვის რამდენიმე განსხვავებული მიდგომა და მეთოდი არსებობს, რომელსაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა წარმატებული ადამიანები იკვლევდნენ ამ საკითხში. ახლა კი მინდა გავიხილო ერთ-ერთი მათგანი. ესენი არიან გარი ლატამი და ედვინ ლოკი, რომლებიც არიან პიონერები მიზნების დასახვის საკითხებში და აჯამებენ 39 წლიან ემპირიულ კვლევას მიზნების დასახვის მიდგომებში. ისინი ახსენებენ ამ მიდგომის ძირითად სეგმენტებს და სხვა ტექნიკებს და მიდგომასაც იყენებდნენ ამ პერიოდში და გვთავაზობენ, თქვათ, რა გამოვიდა საბოლოო ჯამში. იყენებენ ისეთ მექანიზმებს, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ხელს გვიწყობს მიზნების სწორედ დასახვასა და თქვათ, სწორი ტექნიკების გამოყენებაში. ლოგისა და ლატამის კვლევის კონტექსტში ეფექტურობა განისაზღვრება იმით, თუ როგორ განსახდეს მიზნების სირთულეს შესრულებაზე. ავტორი ხაზგასმის აღნიშნავს, რომ რთული მიზნების დასახვა, ანუ მიზნები, რომლებიც რთულია, მაგრამ მიღწევადი გასწრებით მაგალ შესრულებას იწვევს.
ეს კვლევა ედვინ ლოკმა ჯერ კიდევ 1960-იან წლებში დაიწყო. მისმა ადრეულმა ნაშრომებმა კი დაარღვია, რომ კონკრეტული და რთული მიზნები, როგორც აღვნიშნეთ, უკეთეს შესაძლებლობას იწვევს, ვიდრე ბუნდოვანი, მარტივი ან ზედმეტად რთული მიზნები. 1970-იან წლებში კი მას შეუერთა გაერთ ადამის. ორივე თეორია აღიარებს კონკრეტული და რთული მიზნების დასახვისად ეფექტურობის მაღალ დონეს მიზნების მისაღწევად. აღსანიშნავია ისიც, რომ ნათლად ჩამოყალიბებული მიზნების ქონა გაცილებით მაღალი შედეგების მომტანია, ვიდრე უბრალოდ მოწოდებები, რომ გააკეთე საქმე კარგად, ან მაგრად მოინდომე, ან რაღაცა მსგავსი საკითხები. ეს იყო რაზეც მინდოდა საუბარი ამ ვიდეოში და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.